ძლიერი დარტყმით გზავნის უგოლორის სიბურცინ, იქ მეორე საფრთხეზე ორთაბრძოლა არ უნდა წავაგოთ. ეხლა წაქცეულიყო ლობჟანიძე რიბერი ძალიან ახლოს იყო მასთან შეგვასა ჯარიმა დაენიშნა რიგალაშვილი. რადროს კუშლით თამაში. და ისევ შეტევა საფრანგეთის ნაკრებისა, ჩაწოდება საჯარიმო მოედანში დარტყმა, ყოჩახ, გენიალური ბურთი აიღო ლორიამ. ლორიამ გააკეთა სასწაული. ლორიამ გააკეთა სასწაული ახლო მანძილიდან ჟირუს დარტყმული. ასეთი ბურთის აღება არ ვიცი საოცრება იყო ეს. გააგრძელდა საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ძალიან სახიფათო ეპიზოდი და ისევ ბრალო საქართველოს ნაკრების მეკარეს. ყოჩახ ლორია. ყოჩახ. ყველაფერი დაიწყო გრიგალაშვილის შეცდომით მოედნის ცენტრში, როდესაც მან გადაწყვიტა რომ ქუსლით დაუტოვოს ბურთი პარტნიორს, როცა სხვაგვარად შეიძლება ასეთ სიტუაციაში როცა 2 წუთი რჩება ყველა სანახავრო დროს აჩერებს. სანიან დაარტყა. ეს უკვე მეორე ეპიზოდი. ეს მეორე ეპიზოდია, კი, გეთანხმები, მაგრამ აქაც საოცარი ბურთი აიღო. არა, პირველი და პირველი იყო, არ ვიცი. ენა ჩამივარდა ისეთი ბურთი აიღო ლორიამ. ყოჩახ. აქ მეტი არაფრის კმა არ შეიძლება, ყოჩახ გიორგი ლორია. საოცარი შეხვედრა. არ ვიცი, 1 წუთის მანძილზე 2 გმირობა ჩაიდინა საქართველოს ნაკრების მეკარემ. კარიერაზე, მომავალზე ამ ნაკრებში დაფიქრდებიან უკვე საფრანგეთში. ისედაც ფიქრობ.